თუ ენერგოეფექტური ღუმელების ან ალტერნატიული საწვავის საწარმოს შექმნა, ან არსებულის გაფართოება მოდერნიზება გსურთ, მაშინ სოფლის განვითარების სააგენტოს ტექნიკური დახმარებისა და საინვესტიციო მხარდაჭერის ინსტრუმენტები თქვენთვისაა. ამისათვის სააგენტო გთავაზობთ შემდეგ პროგრამებს. გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტს, შეღავათიან აგროკრედიტს, ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების და ტექნიკური დახმარების პროგრამას. გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დახმარებით შეგიძლიათ თქვენი პროექტის ჯამური ღირებულების 40%, არაუმეტეს 500,000 ლარის თანადაფინანსება მიიღოთ. ამისათვის საჭიროა პროექტში განაცხადების მიღების დაწყების შემდეგ სააგენტოს ვებგვერდზე შეავსოთ და გადააგზავნოთ განაცხადის ფორმა. შემდეგ კი 4 თვის ვადაში წარმოადგინოთ ბიზნეს გეგმა. ენერგოეფექტური ღუმელების ან ალტერნატიული საწვავის წარმოებისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების შესაძენად, ან თუნდაც დარჩენილი სახსრების მოსაზიდად, თუ სესხი დაგჭირდებათ, შეგიძლიათ ბანკისგან შეღავათიანი აგროკრედიტი მიიღოთ, რაც სააგენტოს მიერ არაუმეტეს 48 თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას გულისხმობს, სესხის ძირითადი თანხის წლიური 11%-ის ოდენობით. ხოლო როდესაც წარმოებას დაიწყებთ, შეგიძლიათ ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამაში ჩაერთოთ. ამისათვის თქვენი წარმოებული ღუმელის ენერგოეფექტურობის დამოწმება დაგჭირდებათ. შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის ლაბორატორიას და გაიაროთ სერტიფიცირება. სერტიფიკატის მიღების შემთხვევაში კი სააგენტო გაწეული ლაბორატორიული მომსახურების ღირებულებას არაუმეტეს 2600 ლარის ოდენობით დაგიფინანსებთ. ამისათვის სააგენტოში უნდა წარმოადგინოთ განაცხადი და პროგრამით განსაზღვრული დოკუმენტაცია და სერტიფიცირების გავლის შემდეგ აგინაზღაურდებათ გაწეული ხარჯი. ამის შემდეგ კი სოფლის განვითარების სააგენტო ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის პროდუქციის ბრენდირებასა და შეფუთვაშიც დაგეხმარებათ. პროგრამებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდს ან გაიაროთ კონსულტაცია ცხელი ხაზის დახმარებით.